სტუდია თვითმხილველი ინტერესდება ადამიანებით, რომელთა აზრი ხშირად უყურადღებოდ რჩება. როგორც პროექტის მენეჯერი, მე რეგიონებში ჩავდივარ და დისკუსიების მეშვეობით უშუალოდ ადგილობრივებისგან ვიგებ მათ პრობლემებს, ყოფა ცხოვრებას და ადაწესებს. ჩვენი ავტორების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენებით გვინდა საზოგადოებას ახალი ინფორმაცია მივაწოდოთ და ხელმეორედ გავაცნოთ ერთმანეთს დღესდღეობით თითქმის გაუცხოებული რეგიონები. მე ვარ მათე დემეტრაშვილი, სტუდია თვითმხილველის მენეჯერი. ჩემთვის საინტერესოა როგორც ავტორი, ასევე მის მიერ გადაღებული მასალა. ყოველთვის მოუთმენლად ველი და ვცდილობ სრულყოფილად წარმოვაჩინო უბრალო ადამიანების ცხოვრება და მათი პიროვნება. ჩვენ არ ვეძებთ გამორჩეულ ადამიანებს. ფილმების უმეტესობა არაპროფესიონალების მიერ არის გადაღებული, მაგრამ მათ დიდი ღირებულება გააჩნიათ. მუშაობის პროცესში მე თითოეული ჩვენი გმირის გასაჭირსა და სიხარულს განვისდევ. მე ვარ დათო ფიფია, სტუდია თვითმხილველის რედაქტორი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლის შეფასება და აზრი. ჩვენ ვამყარებთ კონტაქტს მაყურებელთან არა მარტო რეალური შეხვედრების დროს, არამედ ვირტუალურ სივრცეშიც. მუდმივად ვმუშაობთ საიტის განახლებაზე და აქტიურად ვამატებთ ახალ მასალებს სოციალურ ქსელებზე. ჩვენი ავტორების აქტიური მუშაობისა და მაყურებლის მზარდი ინტერესის გამო ჩვენი საიტი დინამიურად ვითარდება. ეს ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი შრომაა. მე ვარ დიანა პეტრიაშვილი, გოუჯგუფის ვებრედაქტორი. მე როგორც დირექტორის თანაშემწეს კომუნიკაციისა და ადმინისტრაციის საკითხებში ხშირად მიწევ შეხვედრას სხვადასხვა ორგანიზაციის ადგილობრივი და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან. მინდა აღნიშნო, რომ სტუდია თვითმხილველის ფილმები, ისევე როგორც გოუჯგუფის მიერ ორგანიზებული ყველა შეხვედრა საკმაო პოპულარობით სარგებლობს. დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების და ორგანიზაციების რიცხვი, ვისაც სურთ ჩვენთან თანამშრომლობა. მე ვარ მაკა ცნობილაძე, დირექტორის თანაშემწე коммуникациისა და администрации საკითხებში. У нас довольно амбициозная задача. Мы хотим узнать, что в реальности себя представляет наша страна и регион. Каждый живет в своем замкнутом пространстве, и даже это пространство знает только частично, потому что общается с узким кругом людей и видит его только с определенной точки зрения. Мы создали Go-Group, чтобы выйти за рамки, узнать друг друга и жить, используя удивительные возможности, которые дает многообразие, а не борясь с ними. Маргарита Ахледьяни, директор Go-Group Media.